როგორც ქოცების მინისტრი ჭიკაიძე იწყო და კორუფცია ნამდვილად შესანიშნავ მდგომარეობაში არის, როგორც მთელ საქართველოში, ასევე გურიაში. ამ დრომდე ერთი წელი გავიდა გურიის სტიქიიდან, დიდთოლობიდან და ამ დრომდე ადამიანები კვლავ ღია ცის ქვეშ არიან მიტოვებულები ერთმანეთის იმედას და მეზობლის სახლში შეკედლებული და ან ნახევარი სახლი რო დანგრეულია და ერთ ოთახში რო არიან შეყუჟულები, ესეთ მდგომარეობა არის და კობახიძე და მდინარაძე იმყოფებოდნენ რამდენიმე დღის წინ გურიაში და ესე როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ამბობენ, თურმე კორუფციას ებრძვიან და ამ დროს რეალურად თუ კორუფციას ებრძვიან, მაგალითად რატოზის დღეს დავით ჩარაშიძე მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, როდესაც ის არაერთხელ მათ შორის თქვენი ტელევიზიის საშუალებით გვიმხელია ჩვენ და სწორედ ამ სტიქიის დაზარალებულთათვის რომ 300,000 გამოიყო არარსებული თოვლის ასადნობად რომ გამოყვეს ამ დავით ჩარაშიძეს ხელმოწერა იყო მასზე ეს დავით ჩარაშიძე ფიგურირებს სხვათა შორის ბახმაროს кейსზე რომ დააკავეს რიგითი ადამიანები თვითონ იმ სატელეფონო ჩანაწერში თვითონ ამბობდა რომ დაალაგებული იყო წინამერთან მაგრამ რეალურად არც დაიჭერდნენ დავით ჩარაშიძეს რომ არა ის კადრები რომელიც გავრცელდა თქვენი ტელევიზიის საშუალებით და ეს კადრები საჯარო რო არ ყოფილიყო ის გამოშვებული ყავდა სხვათა შორის და ეს არის სწორედ ის რეალობა რაც დღეს ქვეყანაში არის და მათ შორის რეგიონებში რომ აი ესე ქურდები, კრიმინალები, პოლიციელები, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთში აზელილი ესე მართავენ და ესე არის მაგალითად ვასილ ჩიგოგიძის კადრი არის შარაშიძე და არაერთი კრიმინალური დაჯგუფება ყავს ჩიგოგიძეს ჩოხატაურში და გურიაში მაგალითად რომლებიც ესე ბრჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას ოფშიაქს კრებენ ხალხის ფულებს ესე ტაქსისტები იქნება ეს თუ მაღაზიები სხვადასხვა და აი მაგალითად შეგიძლიათ დაინტერესდეთ და მოკითხოთ მამუკა მდინარაძეს ზურა ნონიაშვილი როგორ არის დღეს თავისუფლებაზე ეს არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა ციხეში გზანის მერვე დაწესებულებაში იყო სხვა შორის მაყურებელი ციხის და ეს კაცი დღეს არის თავისუფლებაზე, როდესაც მას სამუდამო ჰქონდა და აი ახლა რომ გადაამოწმოთ, აი შემთხვევით ძალიან ძვირად ღირებულ სასტუმროებში ბათუმში ცხოვრობს, სახლები იყიდა, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და ასეთივე არის კიდევ ერთი ლაშა გიორგაძე, რომელიც ასევე კრიმინალი არის ჩიგოგიძის დაჯგუფების წარმომადგენელი და ესეთ ადამიანებთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე და სამწუხარო არის რომ მე მაგალითად წუხარ ამაზე იმის გამო რომ ჩემი 16 წლის შვილი რომელიც გურიაში აქ იზრდება რომ გამოხვიდეთ აი მაგალითად ოზურგეთის ცენტრში რომ გამოხვაც ნახავ ერთად როგორ სხედან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქურდები მეტადონშიკები, ნარკომანები და პოლიციელები ერთ სივრცეში და იქ ანუ ჩემი ყურით რამდენჯერ გამიგონია რომ სკოლის მოსწავლე ბავშვებს უშვებენ ნარკოტიკის ასაღებად და დინარაძემ რო გამოაცხადა და კობახიძემ ნარკოტიკებთან ბრძოლა ვითომ რო ებრძვიან ამ ნარკოტიკებს დინარაძის მოადგილე ლევან ხარაბაძე იყო გურიაში პოლიციის უფროსი და ძალიან კარგად უნდა იცოდეს, როდესაც ეხა დინარაძის მოადგილე დინარაძემ რა მდგომარეობა არის და რა ხდება, როგორ დაღუპეს მომავალი თაობა და ელემენტარულად გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, იმდენად დააბრუნდეს 90-იანი წლები, აი რო კითხოთ 10-დან რა ვიცი 8 მოზარდი გიპასუხებთ რომ რავი ქურდობა უნდა. აი წარმოუდგენელი მდგომარეობა და როდესაც ამ კორუფციაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ვახსენოთ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამ კორუფციას ებრძოდა და ვინც კი მთელი მინისტრთა კაბინეტი რო ამხილა, მათ შორის სუსის უფროსი, აღსანიშნავი არის ერთი ფაქტი, მინდა ვთქვა, რომ აი სუსის უფროსი ლილუაშვილი 2022 წელს ლევან ხაბეიშვილს უჩიოდა, რომ ის ცილს წამებდა მას და არანაირი კოლ-ცენტრები არ ქონდა და იმ მოსამართლემ, რომელმაც გაამტყუნა ლევან ხაბეიშვილი და გაამართლა ლილუაშვილი, წინასწარ პატიმრობაში გაუშვა ლევან ხაბეიშვილი და სხვა შორის მოიკითხოს მინდა პროკურატურამ ეს ადამიანი ნანა შამათავა იყო ეს მოსამართლე, რომელმაც ლილუაშვილი გაამართლა. ეს ხდება მთელს ქვეყანაში სამწუხაროდ ანუ კრიმინალები ისე გარეთ არიან, არავინ აი ეს კობახიძე და მდინარაძე. აი მათ ვიზიტზე მინდა კითხოთ თათია. ჩამოსულები რომ იყვნენ, როგორც ვიცი,
შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხომ? აი, რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა და მაინტერესებს, ანუ ადგილობრივობის უკავშირი როგორი იყო, ანუ მოსახლეობასთან თუ ჰქონდათ რაიმე კომუნიკაცია? არანაირად ისინი ხვდებიან საკუთარ მეტაშეებს, ჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვასაც, ანუ ვინც არიან წარმომადგენლები, ქოცებს შეხვდნენ და ანუ სხვა შორის ერთ-ერთი თემა იყო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე საუბარი, რომ სტატისტიკა არ მოსწონთ ახლა, რომ ამდენი სოციალურ დაუცველი და გაჭირებული ადამიანი რყავს ქვეყანას და რა შვებიან, იცით? ანუ თვითონვე აღიარეს, რომ ეს სიები მათ ჭირდებოდა წინასაარჩევნო და ამისთვის იყენებდნენ და რეალურად ამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ადამიანები, რომლებიც ანუ სრულად არც არიან ძალიან ბევრ ადამიანს სხვა შორის არ აძლევენ ამ სტატუსს, ვისაც უკიდურესად უჭირს და ამ ჩოხატაურში 17000 ადამიანი რო ცხოვრობს, 11000 მეტი არის რეალურად სოციალურად დაუცველი და ამ სტატისტიკას ესე უნდა გადააკეთონ. ეხლა რომ რა ვიცი, ანუ ამოიღებენ ხალხს და მერე დახვეწავენ სტატისტიკას და ბოლოს რა ვიცი, ალბათ იქამდე მივალთ, რომ საერთოდ გააძევებენ ქვეყნიდან, ისედაც ანუ გურიაში მაგალითად ყველა მესამე ადამიანი არის ემიგრაციაში, წასული ესე გაყრიან ამ ხალხს და მერე დაიხვეწება რა ალბათ მაგათი სტატისტიკა და რეალურად კორუფციას კი რა, ფასებთან ბრძოლა რო გამოაცხადა კობახიძემ, ფასებს როგორ ებრძვიან, რაც დაანონსეს ეს ბრძოლა, მოიმატა პურის ფასმა, მოიმატა ხორცის ფასმა და კვერცხის ფასი სხვათა შორის ეს ანუ კვერცხის ფას როგორ მოერვნენ, ხო იანვარში რომ გააძვირეს კვერცხი, თებერვალში იმ კვერცხის ფასი შეამცირეს და ესე მოერვნენ თურმე იმას და ანუ გურიაში ადამიანები პურის ფქვილს ყიდულობენ განვადებით, ისეთ მდგომარეობაში არიან. ანუ ადამიანებს სახლთან მისასვლელი, სასწრაფო რომ გამოიძახონ 70%-ში ისეთი გზები არის, რომ სასწრაფო ვერ მივა. და აი კიდევ ერთი ინფრასტრუქტურის მინისტრი არის ესეთი ქოცების ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელმაც წინა მინისტრი ჩაასმინა ტრიბუნიდან და მხოლოდ დანიშნულება ის ჰქონდა, რომ დაესმინა წინა მინისტრი, რომ თურმე ბაღები და სკოლები არ აშენდა უკაცრავად. გურიანთა მერია, ჩოხატაურში კიდე 7 თუ 8 ბაღი არის დაახლოებით, რომელიც ზარქუას სიძეს რომ ისეთ გემახსოვრებათ ეს და მე პირი რომ მობანეს, რომ ზარქუას სიძისთვის არ მიუციათ, გონი ხმა გაწყდა. არა, ისმის თათია, კი, კავშირი არ არის და დავასრულებ მაშინ ამ წინადადებას, უბრალოდ რომ ზარქუას სიძეს რომ ისეს ტენდერები რო გაუფორმეს, ეს ტენდერები დღემდე ანუ თუ დაასმინეს და თუ თვითონ კარგები არიან, ეხა უნდა ნახოთ ადგილზე, არაფერი არ აშენებულა, გუბეები არის უზარმაზარი და ეს ცალკე ამბავი არის, რომ ამ სკოლების და ბაღების არის ადგილას არის უზარმაზარი საფრთხე შემცველი, ვერცეთ ტრაგედიაზე, მათ შორის ბათუმში ვართ ეხა და აქ რამდენი ტრაგედიაც მოხდა ამ მდგომარეობაში, ანუ ღიაჭებში რომ ბავშვი ჩავარდა, ვერცეთ ტრაგედიაზე ვერ ისწავლეს. იგივე მდგომარეობა არის ახლა რეზი სოხაძეს მიმართავ მაგათ ინფრასტრუქტურის მინისტრს, თუ თქვენი დანიშნულება ის არ იყო, რომ მხოლოდ ქარსელაძე დაგესმინოთ, სად არის ეს ბაღები და სკოლები, იგივე მდგომარეობა არის და სხვათა შორის არც ის მილიონები, 7 მილიონი რო წაიღო ამ კომპანიის წარმომადგენლებმა არ დაბრუნებულა ეს ხალხის ფული.